მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომელთაც აქვთ პროტესტი, რომლებიც გამოხატავენ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რაც ხდება ქვეყანაში, როცა ქართული ოცნების რეჟიმი აქტიური ფორმით ცდილობს დაამკვიდროს ქვეყანაში დიქტატურა და შეეჩეროს გააჩერა პრინციპში ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები, პროევროპული საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, რეჟიმის ტყვეებს, ასევე ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართალ გარემოში და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა. ქართული ოცნების მთავრობა სხვადასხვა ფორმით ცდილობს, რომ ჩაახშოს პროტესტი, გააქროს საპროტესტო აქციები. არაერთი კანონი მიიღო ქართული ოცნების არალეგიტიმურმა და ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა, რომ პროტესტის გამოხატვა გახდეს დასჯადი. მათ შორის ბოლო ასეთი კანონი იყო ტროტუარის საპროტესტო აქციის მოწყობა. ახლაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოცნების ანტიკონსტიტუციური პარლამენტის მიერ მიღებული კანონების მიხედვით შეუძლია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერიოს მაგალითად ამ მოქალაქეების გამოხატვაში, რომელიც არავის არ უშლის ხელს, სრულად სარგებლობენ კონსტიტუციური უფლებით, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს პროტესტი და გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. და თქვენ ხედავთ, რომ არც არავის მოძრაობას აქ არანაირი ხელი არ ეშლება, როგორც ტროტუარზე, ასევე მანქანების სალონის ნაწილზე და ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა მიიღო ესეთი კანონიც, რომ ტროტუარზე აქციის გამოხატვაც კი შეიძლება იყოს აკრძალული. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება მოსილება, მას შეუძლია თუ კი ის ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩაერიოს ამ თუ იმ ტროტუარზე, მათ შორის საპროტესტო აქციის გამოხატვაშიც. მე მინდა დღეს აქ შეკრებილ მოქალაქეებს ველაპარაკო ბოლო ახალ ამბავზე, რომელიც შეეხება თურქმენეთში გამართულ ბრიფინგს, სადაც გამართულ კონფერენციას, სადაც პუტინთან ერთად მონაწილეობდა ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების პრემიერი. ამ ამბავს რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქვეყნის ეგრეთ წოდებული პრემიერი თურქმენეთში კონფერენციას ესწრება პუტინის გვერდში დგომით, როდესაც პუტინი გამოდის სიტყვით, კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქით საქართველო ხდება რუსეთის მონა. ეს სალომე ზურაბიშვილის ფრაზაა, მე მის განცხადებას კი კითხავდით. სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ ნეიტრალიტეტი არის ოცნება არა საქართველოსი, არამედ რუსეთის, რომ დაამკვიდროს ნეიტრალიტეტი უკრაინაში, საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ. ეს არის რუსეთის საუკუნის ოცნება, რასაც ასრულებს ივანიშვილი, კობახიძის რუსული რეჟიმი. არ შეიძლება ამას ჩუმად შევხვდეთ და რეაგირება არ გქონდეს, იმიტომ რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც იქეთ საქართველო ხდება რუსეთის მონა, ტოვებს ევროპული ინტეგრაციის გზას და უერთდება რუსეთის გზას. დამონების გზას, რომელიც გავიარეთ და რომლიდანაც გამოვედით. ყველა კანონი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებულია დაჩქარებული წესით, ემსახურება რუსულ გეგმას, რომ საქართველო გადავიდეს რუსულ მოდელზე, რომ საქართველომ შეასრულოს რუსული ოცნებები. ერთ-ერთი რუსული ოცნება იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო განათლებული ქვეყანა. ყველა კანონში შეგვიძლია ვნახოთ რუსული მითითებები. ეს არის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა, რის გამოც ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დღესვე რუსთაველზე გამოსვლა, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, საქართველო არ იქნება რუსეთი. განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Facebook Live-ში. შეგიძლიათ პოლიტიკური ლიდერების და ასევე სხვა პირების მოსაზრებები იგივე დღევანდელ თურქმენეთში გამართულ კონფერენციაზე ნახოთ ბათუმელების ვებგვერდზე. თუ როგორ ეხმაურებიან პოლიტიკური ლიდერები იმას, რომ თურქმენეთში გამართულ ფორუმს პუტინთან ერთად ესწრება ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრი. შეგიძლიათ ეს განცხადებები ნახოთ ბათუმელების ინტერნეტ გვერდზე, ადევნოთ თვალი ამ განცხადებებს ონლაინ რეჟიმში. მე კი მინდა გავესაუბრო ბათუმის
ბათუმში საკმაოდ სასამართლოსთან გამოსულ მოქალაქეებს და გავიგო მათი მოსაზრება, ისინი რას ფიქრობენ ამ დღევანდელ ამბავთან დაკავშირებით, როცა პუტინთან ერთად ესწრებოდა კონფერენციას ირაკლი კობახიძე ქართულისების მთავრობის პრემიერი. მოგესალმებით საღამოშიდობის გოჩა, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ. თქვენთვის რის თქვენია დღევანდელი ამბავი, როცა თურქმენეთში გაიმართა ფორუმი და კონფერენციაში პუტინთან ერთად მონაწილეობდა ირაკლი კობახიძე ქართულისების მთავრობის პრემიერი. მოგიცხადო რომ გამიკვირდა მეთქი მოგატყუებთ. არანაირი არ გამკვირვებია გულწრფელად მოგითხრათ, არც ფოტო გამკვირვებია. ზოგადად ჩემთვის წარმოუდგენელია, ოქსიმორონია და რავი, არაადეკვატურობის მაჩვენებელია პუტინთან, ომის დამნაშავესთან, ოკუპანტთან ერთად ის ხდნენ ნებისმიერ ღონისძიებაში, ნებისმიერ ფორუმზე და ისაუბრონ მშვიდობაზე, ნდობაზე, საერთო მიზნებზე და მდგრად განვითარებაზე. სადაც პუტინია, იქ არ მშვიდობა, არ ნდობა, არ სიტყვის და ნაღებული პასუხისმგებლობა, არც მდგრადი განვითარება და რავი, პუტინთან ერთად რა საერთო მიზანი უნდა ქონდეს ნორმალურ ადამიანთა სახელმწიფოს, ჩემთვის წარმოუდგენელია და არა წარმოუდგენელია. რაც შეეხება ფოტოს გადაღებას, პროტოკოლურ ფოტოს, მაგას ძალიან უმნიშვნელოა ჩემთვის იქიდან გამომდინარე, რომ რავი, ქართული ოცნება დიდი ხანია რუსული რეჟიმია. ჩემთვის აღიარებული და დარწმუნებული ვარ ამაში და მისი უფროსის ერთად ფოტოს გადაიგებს სად იპოზიორებს, ამ ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო დიდი გავლენის მქონე იყო და უარყოფითი შეფასებების საფუძველია ჩემთვის ის თუ რაზე ისაუბრა ივანიშვილის პრემიერმა კობახიძემ, რა სიტყვით მიმართა იქ ფორუმის მონაწილეებს და მან ზოგადად ოკუპაციაზე ისაუბრა ძალიან ზედაპირულად. ახსენა აუცილებლად სახსენებელი ოკუპირებული რეგიონები, არც კი დაასახელა, არ ახსენა ოკუპაციის მთავარი შემოქმედი და ოკუპანტი პუტინი, რომელიც იქვე 50 თუ 100 მეტრში იჯდა მის გვერდით და არ ახსენა ზოგადად არ მოუწოდა იქ ფორუმის მონაწილეებს და დანარჩენ სამყაროს, ვინც ადევნებდა თვალს ამ ფორუმსო, ოკუპაცია უნდა შეწყვეტილიყო და პატივი უნდა სცენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ზოგადად დაკავდა რაღაც ხوارონ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია, ვითომ ვიღაცა მესამე ქვეყანას ხონდეს ოკუპირებული და იქ ყოფი პიროვნებები, და სახელმწიფოების შემქმნელობაში არ ყოფილიყვნენ ვითომ. ისე ისაუბრა და ასევე არც მოტოდება ქონია აღნიშნულის შესახებ და არც უხსენებია პირადად სახელი გვარი, რომელიც მე ვფიქრობ ისევ რუსული პოლიტიკის გაგრძელება და რუსული თამაშის თამაშია, რასაც ოცნება დიდი ხანია თამაშობს. და ამიტომ არანაირი მოულოდნელობა ჩემთვის არ ყოფილა. მაგრამ რის დემონსტრირება იყო ეს, რისიც გვამზადებს თქვა პუტინის რეჟიმი, რატო დასჭირდა მას ირაკლი კობახიძესთან ერთად გამოჩენა, თქვა იგივე კადრში ფოტოზე. მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რომ თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლის წავს მიეძღვნა ზოგადად ოცნების მესვეურები ეს რეჟიმი ნეიტრალიტეტისკენ მიდის, მე როგორც ხვდები და ემხრობა როგორც ნეიტრალიტეტის იდეას და იმიტომ დაესწრა აღნიშნული პირდაპირ ამას არ ამბობენ, მაგრამ მიდიბაც ახალისებულია, ხო? ქმნიან და რაღაც ყურს აჩვევენ მოქალაქეების, რომ ნახე ნეიტრალიტეტი, ნეიტრალური სახელმწიფო, მოყავთ შვეიცარიის მაგალითი, რომელიც სხვა მოცემულობა, სხვა ტერიტორიული მდებარეობა, სხვა ისტორიული წიაღწევები აქვს და განსხვავებული მაგალითია. თურქმენეთთან მიმართებითაც ძალიან განსხვავებული მაგალითია, მაგრამ ამ ყურს აჩვევენ ნეიტრალიტეტი და მე ვფიქრობ ამ ოცნების მთავარი მიზანი მაგ ფორუმში მონაწილეობის იყო, რომ რაღაც ნეიტრალურობის მიმართულებით გაესვა ხაზი და იგივე პუტინისთვის ეჩვენებინა, რომ ნახე, მე თქვენთან შეხვედრაზე პრეტენზია პრობლემად არ აღვიხვამ, თქვენთან შეხვედრას არ გახსენებ როგორც ოკუპანტ, არ გამხელ უშუალოდ და უშუალო შეხვედრის თანდასწრებით, არ ვითხოვ დეოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და დასტურებას და ესე რა შორიდან ზოგადად საუბრობ შენ და ნახე როგორი კარგი ხალხი ვარ ჩვენ და როგორ ვატარებ ჩვენს პოლიტიკას ეგ დამოკიდებულება დამჩა მე. მაგრამ ის თავი აქცენტი ამ სიტყვაში იყო მშვიდობა, ხო? რომ მშვიდობა არის ჩვენი ეგზისტენციალური საკითხი, რასაც ქვეყნის შეგიძლია ეუბნება აუდიტორიას, ხო? საითკენ მიჰყავს ეს პროცესი
პროცესი პუტინის საქართველოში? მშვიდობა და მშვიდობის სახელით. ხო, ანუ ნეიტრალიტეტი აღქმულია, ანუ უნდა საზოგადოებას მიაწოდოს როგორც მშვიდობის საფუძველი და რეალურად ნეიტრალიტეტი და მშვიდობა ჩვენთან, ანუ ურთიერთსაპირისპირო წარმოდგენებია, იმიტომ რომ ჩვენ რომ დაუშვათ ჩემი აზრით და შეფასებით ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ და მარტო ანუ გულისხმობ უარს ვამბობ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და დასავლეთთან, პირისპირ რჩებით რუსეთთან, რომელიც რა ვიცი როგორი მიდგომები აქვს და რა პოლიტიკას ატარებს მის მეზობლებთან და არამეზობელ სახელმწიფოებთან, ნათელია და როცა პირისპირ რჩებით ოკუპანტ რუსეთთან, რა შედეგები დგება ხოლმე, ისტორიამ ბევრჯერ გვაჩვენა და რავი მაშინ განმეორება მე პირადად ავსურს და მე ვფიქრობ არავის არ სურს ამ ქვეყანაში. ამიტომ ნეიტრალიტეტი აუცილებლად მოითხოვს ანუ დასავლელ პარტნიორებზე უარის ხმას და პირისპირ რუსეთთან დარჩენას და იქ იქნება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოების დაკარგვა. მე ვფიქრობ, ეს არავინ არ უნდა დაუშვათ ამ ქვეყანაში, ვინც ამ ქვეყნის ზოგადად ყოფნა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს არსებობაზე, ვისაც აქვს პრეტენზია და ვინც თავს აიღებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოხალხედ და ვინც რუსეთის გაგრძელებათ მიაჩნია ეს ქვეყანა და იქ ეგულება საკუთარი თავი, საკუთარი მომავალ და იქ გეგმავს ცხოვრებას, სახსნილია და მიბრძნარდნენ და მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი, მოქალაქეები უმრავლესობა არ დაუშვებს, რომ ჩვენს ისტორიულ არჩევანზე საქართველოს გვაქვს უარი და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და ვიბრძოლოთ სანამ გვიანი არ არის და აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ეს ქვეყანა ფონსა იმ ეტაპზე, რომ რუსეთს აღარ ქონდეს იმის ბერკეტები და იმის შესაძლებლობა, რომ უკან ჩაითრიოს და უბედურებაში ჩაიყოლოს ეს ქვეყანა. მადლობა. ეს გოჩემ ჩავანეძე იყო აქტიური მოქალაქე, ქვეყნის ისმენდი ჩვენს პირდაპირ ეთერში. თუნდაც კომერციულს გავესაუბრები. საღამოშტებისა ნურკო. თქვენთვის რის თქველი იყო დღევანდელი ამბავი, როცა თურქმენეთში გამართულ ფორუმზე, მშვიდობის ფორუმი ასე ქვია ამ ფორუმს, გამოჩნდა პუტინთან ერთად ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების პრემიერი. რის დემონსტრირება იყო ეს თქვენთვის? დიდ დიქტატორებთან პატარ-პატარა დიქტატორი, რავი, ასაცილოა ჯერ მშვიდობის ფორუმი ქვია და პირველი ომის დამნაშავე, ასე როგორც შეიძლება ითქვას, იქ ადამიანი დგას და მე ამ ადამიანს დგას გვერდით შენი ქვეყნის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც რაღაც მაინც ეთქვა, რაღაც მაინც წარმოადგენდეს, იმდენად მეორე ხარისხოვანია, რომ ხო იყო ჩავაგებული მწკრივად უკანა ხაზზე, სადღაც ბოლოში იდგა, იქაც მოშორებით პუტინისაგან, რაღაც მარიონეტი ჩვეულებრივი ხელის ბიჭი. რავი, ძალიან ცუდი ფაქტია, პირდაპირ შეურაცხყოფა ქვეყნის სუვერენიტეტის შეურაცხყოფა, ეს ეგრეთ წოდებული აღიარება იმ დაკარგული ტერიტორიების, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, ჩვენ ქვეყანას დროებით დაკარგული ტერიტორიების და რავი, ბევრი ფორმა შეიძლება ვუყოვო იმ ყველაფერს, რისთვის გვამზადებს თქვენი აზრით ეხლა პუტინის რეჟიმი საქართველოში, ეს რა არის? ალბათ პირველ რიგში უნდათ რომ შეჩვევის პროცესში გადაგვიყვანოთ და შემდგომ ერთ-ერთ ჩვეულებრივ გუბერნიად გვაქციონ. შეიძლება როგორც ასეთი პირდაპირ რუსეთის სახელმწიფო ტერიტორია არ გამოვცხადოთ, თუმცა ვიქნებით ჩვეულებრივი რუსეთის ნეიტრალობაზე აკეთებენ აქცენტს, ხო? ასევე მშვიდობაზე გამახვილ ყურადღება იღებენ. ბევრი რაღაცის დარქმევა შეგვიძლია, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავარქოთ ყველაფერს თავის სახით. ის რომ დღეს კობახიძე ჩავიდა იმ შეხვედრაზე თურქმენეთში და პუტინის გვერდით იდგა, პირველ რიგში ამას არანაირი ზედმეტი სახელი არ უნდა მოვიფიქროთ, პირველ რიგში ამას უნდა დავარქოთ ქვეყნის ღალატი, უპირველეს ყოვლისა და ხალხის ღალატი. ამის შემდგომ ის ყველაფერი, რასაც სახელმწიფო განათლების კუთხით აკეთებენ, რასაც ამ ვითომ ნეიტრალიტეტის მშვიდობის კუთხით, მათ შორის რელიგიის მიმართულებით, რასაც აკეთებენ, ამ ყველაფერს უნდა დავარქოთ ფარისევლობა და წყუილება. რომ მომობს რუსეთი რეალურად და ვერ იქნება რუსეთი ვერანაირი მშვიდობის გარანტი. მიერ მოხარშული ინფორმაცია რომელიც მომობს ჩვენთან, მომობს უკრაინასთან და ასე შემდეგ. დიახ, ეს მე არ მჯერა რომ ეს ამათ ტვინში მოიხარშა ამდენი, შეუძლებელია. ამათ განცხადებებს რომ უყურებ, უკვე დარწმუნებული ვარ რომ ამათ მართლა არ შეუძლიათ იმდენი რამ რომ ეს ყველაფერი ასე დაგეგმონ და სამწუხაროდ. ჩვეულებრივი ნარატივებია, რომელსაც იხებენ დავალებად და შემდგომ ასრულებენ. ახლა გენო პეტრიაშვილის მიერ შემოღებული განათლების რეფორმით, რომ
ქვეყანა გაბწყინდება და რაღაც განათლების სისტემა აი ზე იდეალურ ფორმატში მოვა ეს ხო სასაცილოა არ ვამბობ რომ შეიძლება არ შეუძლია სპორტსმენს მიიღოს რაიმე მსგავსი მიმართულებით გადაწყვეტილება შეიძლება ამ ადამიანს ჰქონდეს თუმცა იმ თვალსაზრისით როდესაც გენოპეტრიაში არ გააჩნია ეს პრეროგატივა და ის უბრალოდ ვიღაცის მიერ დაწერილ რაღაცა სისულელეს აჟღერებს მის აზრად და მე ამ ყველაფერს ვცდილობს რომ ჩვენ მოგვარგოს აი ეს უკვე დანაშაულია ეს ფარისოლობაცაა ყვილიცაა ღალატიცაა ბევრი რამე ну რავი დღევანდელ თემას რაც შეეხება რომ აი ჩავიდა და იქით ღალატისები არაფერი არ შეიძლება რომ დაეხოს მხოლოდ ღალატი ქართველი ერისა და საქართველოს მიერ მადლობა ეს დოკუმენტულობა იყო მოდი მერაბ ჯიხაძეს გავესაუბრობი თქვენ ასე ხარ თქვენი მოსაზრება მითხრათ კარგი მერაბ რომ მითხრათ თქვენთვის რის დემონსტრირება იყო დღეს პუტინთან შეხვედრა თურქმენეთში გამართულ კონფერენციაზე სადაც მონაწილეობდა და გამოჩნდა ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მთავრობის პრემიერი პუტინთან ერთად სავარაუდოდ მსგავსი ვიზიტები არის დემონსტრაცია იმისა თუ საითქენ აქვს ქვეყანას გეზი აღებული ანუ აქამდე თუ ხოდასავლური კურსისანი ვიყავით თუ დსთ-დან გამოვედით და ვერიდებოდით მსგავს შეხვედრებს დღეს დემონსტრაციულად ვცდილობთ მსგავს შეხვედრებში მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას და მithumetes ასეთ ღონისძიებებში პუტინის მონაწილეობა არის ცინიკური რაღაცა მშვიდობა და პარტნიორობა ერქვა ღონისძიების სახელი ასეთი იყო და ახლა სადაც ისეთი ოდიოზური და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სოდების გამო ან ომის დამნაშავე მონაწილეობს ასეთ ფორუმში მინიმუმ გვეუხერხულებოდეს უნდა იქ მონაწილეობა მაგრამ საზოგადოებრივი არსის ფორმირებას ცდილობენ და ცდილობენ ხალხს შეაჩვენოს რომ ჩვენ რუსეთსიკეთ გზა არ გვაქვს და რომ ჩვენ რუსეთის უკანა ეძებთ ხო ის შეიძლება არც უხსენებია ხო ირაკლი კობახიძეს რუსეთი ამ თავისი სიტყვის გამოსვლის დროს და ის აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე და ამბობს იმაზე რომ ეს არის რაღაც ეგზისტენციალური მნიშვნელობის მქონე ხლა ეს მშვიდობა ეს ამ გზავნილებიდან რა გენიშნა თქვენ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ირაკლი კობახიძის გზავნილებიდან რას გვაჩვევს რის დამკვიდრებას სურს ირაკლი კობახიძეს აი ამ გზავნილებით წლების წინ ქართული ოცნების დღევანდელმა ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა თქვა ასეთი რამე რა როდესაც ხალხს თავისუფლებას ზღუდავენო ან თავისუფლებაზე ძვირფასიო ხსიანო თავისუფლებას ძვირფასი შეიძლება რაღაც არსებობდეს ამ სამყაროშიო და ასეთი სიტყვა არის რომ მშვიდობაო რა დაახლოებით მაგ პროპაგანდას ეწევა ახლა ქართული ოცნება რომ კი თავისუფლება უმაღლესი ღირებულება, მაგრამ თავისუფლებაზე უფრო მაღალი ღირებულება არის მშვიდობა და მშვიდობისთვის ყველაფერი უნდა მაგრამ სიამოვნებაში ხო ეს ფარისევლობა და არ არის ორიენტირებული მშვიდობაზე, იმიტომ რომ ომობს რუსეთი, ხო? ევროკავშირი ხომ არ ომობს, ევროკავშირშია სწორედ მშვიდობა და რუსეთი პირიქით ომობს როგორც ჩვენთან, ჩვენ არ დაგვისრულებია ომი რუსეთთან, ხო? ცეცხლია შეწყვეტილი, თორე ჩვენ ახლაც საომარ ვითარებაში ვართ, ხო რუსეთთან? და უკრაინასთან ახლაც ომობს. ეს არის ფარისევლობა, ანუ წლებია უცება ამ პროპაგანდას ეწევა, რომ აი მშვიდობა შევინარჩუნეთ და რაღაც დანის პირზე გავიარეთ და ნუ რაღაცა სიდებილეები და ასეთი კაცი იყო, ანუ ინგლისის პრემიერ-მინისტრი იყო ჩემბერლენი რა, მეორე მსოფლიო ომის დროს და როდესაც სუდეტის ოლქის ანშლუსი თუ ანექსია მოახდინა ფაშისტურმა გერმანიამ, იგი ჩავიდა მოლაპარაკებებზე, გაამართლა გერმანიის მიერ სუდეტის ოლქის ანექსირება და რაღაც დოკუმენტს მოაწერა ხელი და ამ დოკუმენტის ფურცელი ჩაიტანა დიდ ბრიტანეთში და საკუთარ მოსახლეობას ახარა რომ მე თქვენ მშვიდობა ჩამოგიტანეთო რა და ის კაცი იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რა მაშინ სოფლიოში მეორე თუ არა მესამე სახელმწიფო იყო მაინც სიძლიერით და მესამე სახელმწიფოს ლიდერის მიერ ხელმოწერილი ეს დოკუმენტი ძალიან მალე დაიქცა ტუალეტის კახალდად, როდესაც დაიწყო უკვე არ დაიწყო, ანუ გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომი და ამ ომში ინგლისის და სხვა მოკავშირე სახელმწიფოების ჩართვა დარჩა შესაძლებელი და მე არ ვიცი, ანუ რა გარანტიები აქვს კობახიძეს ან მის წინამორბედს ღარიბაშვილს ჰქონდა, რომ ესეთი
სიამაყით აი ჩვენ შვიდობა შეგვინარჩუნე რა ვიცი არანაირი უცელზეც კი არ გვაქვს ხელი მოწერილი იმაზე რომ რაღაცა გარანტიით თავს არ დაგესწრება რუსეთი და არ ვიცი თქოს მოაწეროს ხო როგორ არ ღვევს ხოლმე ამ პირობებს ხო რა თქმა უნდა ხო ვიცით ამიტომ მისი შესაძლებელი ხელშეკრულება არ აქვს მაგიტომ სამყარო ხო ომის დამნაშავეს და რაღაცა მიღწეული თუნდაც სიტყვიერი შეთანხმება არაფერი არ არის და დაიწვიც დარწმუნებული ვარ რომ არანაირი შეთანხმება არ აქვს მიღწეული ჩვენთვის არც ძალიან იმას და სანამ უკრაინა ფეხზე დგას სანამ გმირი უკრაინელი ხალხი იბრძვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ჩვენ გვაქვს შვიდობა და ესენი ცდილობენ სვისის სისტემით მოპოვებული შვიდობა მიიწერონ თავიანთ სახეზე რომ აი ჩვენ შევძელით ეს და ჩვენმა დიპლომატიამ მოახერხა ეს რაც არის ფარსი და მადლობა ეს მერემ ჯიხაძე იყო აქტიური მოქალაქე თქვენს პოზიციას უსმენდით ბათმელების პირდაპირ ეთერში მოდი კაპიტან ნარგიზზე დავითაძეს მოვუსმინოთ ის სტუდენტის ზვიაცეცხაძის დედა საღამოშობისა კაპიტან ნარგიზ მინდა რომ გაგესაუბროთ ჩვენს პირდაპირ ეთერში თქვენ რას ფიქრობთ დღევანდელ შეხვედრაზე თურქმენეთში გამოჩნდა ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების პრემიერი პუტინთან ერთად თქვენთვის რის მთქმელი იყო ეს შეხვედრა ეს კადრები რის დემონსტრირება იყო ეს რისი დემონსტრირება იყო რომ აი მივდივართ რუსეთში. აი დღეს იმაზე ვფიქრობდი, ვინც მათი მხარდამჭერები არიან და არა თქვენი გონებს ჩვენ ევროპისკენ მივდივართ. დღეს ჩაიხედეთ თქვენს გულში რამდენად მართლები იყავით ჩვენს წინაშე. აი მშვიდობას ვამკვიდრებთ ირაკლი კობახიძის მთავარი გზავნილები ეს იყო რომ ეს არის ჩვენი ეგზისტენციალური საჭიროება. რუსეთთან მშვიდობას რა უნდა? რუსეთთან ურთიერთობა არის სიბნელე, სიმშვიდე, მშვიდობა და კარგი ცხოვრება დავამთავრეთ ჩვენ. და კიდე არ არის გვიანი, ვინც ფიქრობდით დღევანდელი დღიდან გადასახედიდან იფიქრეთ, რომ ქვეყანა ერთად დაუდგეთ და კიდევ ბოლო მომენტებია და გადავარჩინოთ ქვეყანა. თორემ ხვალ შემართლა გვიანი იყოს და შეუძლებელი იყოს. ყველა დღე მათ შორის პროტესტის გამოხატვა ნებისმიერ თემაზე შეიძლება ამის გამო მაი არ დააკავონ. მაშინ პროტესტი კი არა. არა, მოქალაქეებს რო უთხრათ, რომ შეიძლება ხვალ უკვე რაც არ უნდა პრობლემა შეექმნათ, ვერ გამოხატონ ეს პროტესტი პრაქტიკულად და პირდაპირ დააკავონ იმის გამო რომ პროტესტს გამოხატონ. აი ეს მოდუნებული სტუდენტები კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ქვეყნის ხერხემალია სტუდენტი. რა უქნა ამათ ასეთი რომ ასე მოდუნდნენ ეს ახალგაზრდები, ანუ ერთეულებზე არ მაქვს საუბარი. ხალხო განათლება შეეხო, ჩვენ ქვეყანა შეეხო. რუსებთან სიმშვიდე არ არსებობს, რუსებთან არის სიბნელი. ვთხოვთ კიდევ ერთხელ გამოვხიზეთ და თქვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, ერთად დავდგეთ და თვითონ მათი შვილებიც რო გადავარჩინოთ. მარტო ჩემ შვილზე, ჩემი შვილებზე კი არ ვდარდოთ და ამ ახალგაზრდები. აი რატომღაც მგონია რომ ხვდებიან, მაგრამ ფულზე გაყიდულები არიან და უკან ვეღარ იხევენ. ამიტომ გარისკეთ და თვითონ ჯანდაბას ფული ჯანდაბას მოსწოდო და ქვეყანა გადავარჩინო. აი აუცილებელია დღეს ეს ყველა მომოიღოს ხმა. დღევანდელი მისი დგომა იყო დაანახა ევროპას რომ მე უკვე ვარ რუსეთში. ასე თქვენ შეიტანეთ ზურაცეცხაძემ შეიტანეს არჩევანი ხო თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს არის პაპუაშვილის წინააღმდეგ რა შეეხება ეს არჩევანი რომ მოუყვეთ მოკლედ ჩვენს მაყურებელს ვიაც ეძახის ცივსისხლიან ტერორისტს შალო პაპუაშვილი 19 წლის ბიჭი დაიჭირეს 20 წლის ციხეში გახდა და თურმე ცივსისხლიანი ტერორისტი ყოფილა და სასამართლომ დაამტკიცაო და სასამართლომ როგორ დაამტკიცა პირიქით მუხლი შეეცვალა და ვერაფერიც ვერ დაუმტკიცა და ისიც რაც მიუხედავად ისიც უკანონოა. ამიტომ ზვიადმა თქვა, სიცოცხლეზე მეტად ღირსება მთავარიო და ბრძოლა უნდა გავაგრძელო. ბრძოლა გაგრძელდება აუცილებლად. აქ რა თქმა უნდა არ გვაქვს იმედი, მაგრამ ხომ უნდა გავიაროთ ეტაპები. რასმუქში უნდა ვიჩივლოთ. ზვიოსთვის და ჩვენი ოჯახისთვის ნამდვილად არის ღირსება. და აი დღეს ზურა საუბრობდა ტელევიზორში, მამაო ასე მითხრა, მამაო სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია ღირსებაო და ამიტომ ჩვენი ზვიოს ღირსებისთვის ვიფრთხილოთ. თქვენთვის რა გზავნილია ეს, რა მნიშვნელობის მქონია აი ამ ფრაზაში, რომ ღირსება არის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი? აი ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და
ეგრეთ წოდებული მთავრობისთვის აღმოჩნდა ფული და გავლენები ღირსება და ქვეყანა, მათი ოჯახის წევრები და მათი შვილებიც კი არ აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი. აქ აღმოჩნდა ფული და გავლენა. ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი და ჩვენთვის კიდე ქვეყანა და ღირსება მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. ეს დაგიზავით ეცე იყო პოლიტიკური პარტიის, ენისის პარტიის სტუდენტის, ბათუმელის სტუდენტის ვიერც ცეცხლაძის დედა თქვენ მასუსმენდი ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრები ლევან ხორავას. სამომავლოზე ბატონ ლევან, შეიძლება რომ გაგესაუბროთ. თქვენთვის რის თქვენი იყო დღევანდელი შეხვედრა თურქმენეთში, სადაც გამოჩნდა ირაკლი კობახიძე ოცნების პრემიერი პუტინთან ერთად. რის დემონსტრირება იყო? რომ მიჭერენ ხო? რის დემონსტრირება იყო ეს თქვენთვის? აი რაღაც დემონსტრირება, ვანტყოფები არიან კონკრეტულად ხალხო რა. ფაქტი არის პირდაპირ აჩვენებს გზას, მეტი არაფერი ხო? არა ისე სახეზე ეთყობოდა რა თვითონაც არ იყო კაი ხასიათზე ხო? რაღაცა პატარა დაბნეული იყო. იცოდა სადაც მიდიოდნენ რა. მე ვფიქრობ კობახიძე გოუშვეს სამომავლოდ რაღაც დასაკლავი კრავი რა. იმფერი სახე ქონდა ყოველ შემთხვევაში დიდი მოხარული არ იყო. არა ფაქტია ხო აი ნახეთ ამ მთელი წლის განმავლობაში რო გადახედოთ სად იყვნენ ზოგადად სად იყვნენ სულ იყვნენ ამ ტოტალიტარულ ქვეყნებში სად იყვნენ დანარჩენ სადმე იყვნენ არსად და ევროპაში მაგათარგებულობენ და არსად არა ერთი განწყობილებით ჩანს ხო ქართული ოცნების აი პრორუსული კურსი როგორ ჩახსეს მათ ევროინტეგრაცია მაგრამ ეს ერთად გამოჩენა პუტინთან ერთად რატომ დასჭირდა ამ ფორუმში მონაწილეობა კონფერენციაში ერთად მონაწილეობა აი გვერდ მაშინ უნდა გაეკეთებია რა ამდგარიყო დემონსტრატიულად ვაშკაცურად რაღაც უკრაინელები აკეთებენ ხო და გადიან ახლა რა ფიქრობ ახლა კობახიძე ადგებოდა და პროტესტ გამოხატავდა მის გზავნილებს უწევდა ატაკას უზომდა და ასე რა მის გზავნილებში რა იყო თქვენთვის საინტერესო თუ მოусმინეთ მან აქცენტი გააკეთა პირველში რუსეთი არ ახსენა და ყურადღება გამახვილა მშვიდობაზე ჩვენთვის ეგზისტენციალური საჭიროებაა ისო ლაპარაკობ ხო ყველა ხვდებით რა არიან შეულებრივი მონები აგერ თქვენ აგერ მე მაგას გაწირავენ ბოლოს ჯერ ყველაფერ ბინძურ საქმეს გააკეთებიან და ბოლოს შეწირავს ბიზინა მაგას როგორც განტევების ვაც თან დაკლავს სახალხოდ მაგრამ მე ყველაზე მეტი იცი ისი მიყვირს აგერა ფაქტები ხო ყველა როგორ მოიცილეს ხო შინაგან საქმეთა სამინისტროში რა ხდება ყოფილი პრემიერის თავზე რა ხდება ხო თორნიკერიჯვაძე აჯარის თავრობის აბსოლუტურად ხო რა დღეში არიან და ეს ხალხი თყუას ვერ სწავლობს რა და კიდე ჩორო გვეუბნებიან აქ რატო ხარ თუ ბიჭო არ გვინდა მონობა და იმიტომ ვარ რა მე ვიცი ქართველი კაცი ვარ და სუფი კი არ უნდა ვჭამო მე უნდა ვჭამო წვნიანი უნდა ვჭამო ჩიხირთმა და უნდა ვჭამო ხაშლამა ამისთვის არის საჭირო ნორმალური ქვეყანა და ამისთვის არის საჭირო რომ კონდეს შესაძლებლობა ამისი ხო ამისთვის რა საჭირო ბრძოლა შრომა და განათლება ეს ყველაფერს ანადგურებია რა მათ შორის განათლებას რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ გაუნათლებელი ხალხი არის დასამორჩილებელი ხო ამიტომ ებრძვიან განათლებას რა ხო ხედავთ აი განათლება სად მივედით აი აპოსტა საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი რომ ვინ გიწყვიტავს განათლების საკითხს სპორტსმენებზე კი არა მე და სპორტსმენი ვარ და დღედაღამე ვარჯიშობ დღესაც ხო მაგრამ სპორტსმენები ვიცი მე ბრძოლის წინ დედასგებიცები კროსვორდებს აფსებდნენ იმიტომ რომ იმათ ანუ ბევრი წიგნი აქვს საკითხული და უყვარდათ ნერვების დამშვიდების მიზნით სახელს არ ვიტყვი ახლა რეკლამა რო არ გამომივიდეს თვითონ მიხდება ვიდეს ლაპარაკობ წიგნის კითხულობდნენ და კროსვორდებს აფსებდნენ მაგრამ ამათ რა ეთქობა წიგნის საკითხული დედასგაფიცებ დაწერილს ვერ კითხულობენ ხო ბიჭო მე წინ იგი შეურაცხყოფას კი არ ვაყენებთ არავის ჩვენ ვამბობთ იმას რაც არის ფაქტი თვითონ შეიგდეს ამ დღეში თავი ხო ჩვენ ხო არ გვითხოვია თვითონ შეიგდეს და ბიჭო მე ახლა რომ მითხრა რომ მე ტალახაძე რო სტანგასებს მიდი აწიო მივალ ავწევ არც კი მოусინჯავ იმიტომ რომ ვიცი რომ არ ავწევ და ვერ ავწევ ხო ანუ ის რა შენი საქმეა გააკეთე შეკაიდეთ მომიშვილო რა განათლების რეფორმის ატარება ანუ ვინ საცოდოობა ავალაშვილის ცოდვით მარტო რაფერ უნდა გეიხაროთ შემომდა და კაცი რა დღეში ყავენ თან მეცინება დედასგებიცები რაფერ თქვა მაგაძე რომ მეცოდებიან მეთქი მაგრამ ბიჭო სულთა ადამიანურად შეიძლება მაგრამ არავის არ ეპატიება რა ქვეყნის წინააღმდეგ გასვლა არ ეპატიება არავის გამორიცხული სულხა არც ერთი შანსი არაა მაგისი რა მადლობა ეს ლევან ხორავა იყო აქტიური მოქალაქე რომელსაც თქვენ ახლა უსმენთ ჩვენს
პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილი მოქალაქეები და აფიქსირებენ თქვენი თქმით მათ პოზიციებს ბოლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი რეზონანსული ამბავი იყო ის, რომ თურქმენეთში გამართულ კონფერენციაში პუტინთან ერთად მონაწილეობდა ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე. ამ საკითხს გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და მან თქვა, ქვეყნის ეგრეთ წოდებული პრემიერი თურქმენეთში კონფერენციას ესწრება პუტინის გვერდში დგომით. როდესაც პუტინი გამოდის სიტყვით, კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქეთ საქართველო ხდება რუსეთის მონა. ეს სალომე ზურაბიშვილის განცხადება ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ ბოლო განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების შეფასებები ნახოთ ბათუმელების გვერდზე. თქვენის მენდით ბათუმელი მოქალაქეების პოზიციებს ამ საკითხთან დაკავშირებით თურქმენეთში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც პუტინთან ერთად ესწრებოდა და გამოჩნდა კიდევ ეს კადრში, პუტინთან ერთად ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრი. ასე იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს აღამოს. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, უთროვებით.